მოგესალმებით, მე ვარ თავისუფალი სკოლის ჟურნალისტთა კლუბის წევრი მარიამ ხუსკივაძე. დღევანდელი ჩვენი თემა არის წარმატების ფორმულა და გსურს მივიღოთ თქვენგან პასუხები. რაც ფიქრობთ წარმატებაზე და როგორ მივახციოთ მას? საკმაოდ საინტერესო და რთული კითხვა. წარმატება ალბათ ის, როცა ადამიანს აქვს რამე სურვილი, აქვს თავის მიზანი და აღწევს ამ მიზანს. როცა მიზანი მიღწეულია, ალბათ ეს არის წარმატება და მაინც თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალური იქნება ალბათ. რომ თქვას მან ის არის წარმატებული თუ არა. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხშირად ადამიანი გაუთვითცნობიერებლად ჩადის შეცდომებს, მაგრამ პოლიტიკისკენ მიმავალი გზა არის ძალიან რთული და გვაინტერესებს როგორ მიაღწიეთ თქვენ ამ წარმატებას. მართალი რომ გითხრათ, რომ თქვა რომ ბავშვობიდან პოლიტიკაზე ვფიქრობდი მეთქი, ტყუილი იქნება. თუმცა მე უკვე ჩემ ახალგაზრდობაში ჩვენ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების და გამო ყველა აღმოჩნდით ჩართული რაღაც ზედმეტ-ნაკლებად ამ პოლიტიკაში. თუმცა მე აქტიურად პოლიტიკაში არასდროს არ ყოფილი ვარ ჩართული. 2011 წლამდე, როცა ბატონი ბიძინა განაცხადა თავის სურვილს, რომ უნდა პოლიტიკაში მოსვლა. ეხლა რაღაცა საბავშვო გადაცემა და მაინც ბავშვებზე მე არ მინდა პოლიტიკურად ძალიან დატვირთული იყოს და ორი სიტყვით ვიტყვი, რომ ჩემი გადასახედიდან და საქართველოს ძალიან ბევრი მაცხოვრებლის გადასახედიდან იყო ქვეყანაში შექმნილი ისეთი სიტუაცია, რომ აუცილებელი იყო რაც უფრო მეტი თავის ქვეყანაზე და სწორად მოფიქრალი ადამიანი იქნებოდა ჩართული პოლიტიკაში, აუცილებლად გამოიწვია, ასე რომ თქვა, ჩემი ჩართვა პოლიტიკაში, იმიტომ რომ ხედავდი, რომ ისეთი ადამიანები აკეთებდნენ საქმეს, რომელსაც არ გამოდიოდათ და თან არ ქონდათ სურვილი რომ სწორად გაეკეთებიათ. ამიტომ რატომღაც მე დავინახე ჩემი თავი პოლიტიკაში და ჩავერთე მაშინ 2011 წელს. მიღწეული წარმატება ცვლის თუ არა ადამიანის შინაგან სამყაროს და იცვლებიან თუ არა ისინი გარშემო პირების მიმართ. სურვილი რა თქმა უნდა დიდია რომ არ უნდა იცვლებოდნენ, მაგრამ ხედავ ძალიან ხშირად ჩვენ გარშემო ადამიანებს რომ იცვლებიან. თუმცა ეს არ არის ადამიანის ცვლილება, ის ადამიანი აუცილებლად მანამდე სანამ წარმატებას მიაღწევდა ისეთი იყო და უბრალოდ მერე გამოამჟღავნა, როცა ესე ვთქვათ, სკამზე დაждდა და წარმატებას მიაღწია.